ძალიან ბევრჯერ გამომარტე, კიდევ ერთხელ და всё, მეტი აღარ იქნება. მაშინ, როდესაც ქვეითა გადასასვლელზე დგას და შენ აჩერებ ავტომობილს და ელოდები სანუკვარ მომენტს, თუ როდის გადავა ის ადამიანი გზაზე. ხვდები? მაგ მომენტში პარალელურად უნდა დაფიქრდე კიდეც აუცილებლად თან. ანუ გააჩნია ეს ქვეითი სად დგას, ხვდები? თუ პირობითად გზაგამყოფიანი გზა იყო და მარცხნიდან მარჯვნივ მოდის, აი როგორ წარმოგიდგენია გზაგამყოფზე? ანუ ჩათვალე მარცხნიდან მარჯვნივ. გადმოსასვლელად პროსტად აქ მოვიდოდა და დადგებოდა, ანუ ერთ გზას გადმოკვეცდა და დადგებოდა. არა, ხო, რა თქმა უნდა, გზაზე გადასვლას აპირებს, მაგრამ ეგ შემთხვევა მოვიშოროთ. დავუშვათ, რომ აი იქით მარჯვენა მხარეს დგას რა. რო გაჩერდები, სანამ დაიძურები, მანამდე აუცილებლად განმარტე ეგ სიტუაცია. აუცილებლად განმარტე რა. და უთხარი გამოცდილს, რომ ქვეითი არ გადმოდის გზაზე და მე გავაგრძელებ მოძრაობას. ან პასუხისმგებლობა დააკისრე მასაც და დავუსვი კითხვა. ქვეითი გზაზე არ გადმოდის, მართავ თუ არა ნებას, რომ გავაგრძელო მოძრაობა. მარტივად.